სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ექს-პრემიერის პარტიის მისამართით და არც ექს-პრემიერის პარტიიდან დააყოვნეს და მათაც ასევე მწვავედ გააკრიტიკეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამარცხება გარდაუვალია, თუმცა ამ გამარჯვებაში ხშირ შემთხვევაში ხელს უშლიან ის პარტიები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმეორებენ ქართული ოცნების ნარატივს და ასევე როგორც ქართული ოცნება ესხმის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს თავს, სწორედ იგივე თავდასხმებს იმეორებენ ოპოზიციაზე. ასეთი პარტიები არიან სალომე ზურაბიშვილის თქმით ისეთი პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან არ შედიან პარლამენტში და ქართული ოცნების ნარატივს იმეორებენ და ასეთი ხალხი და ასეთი პოლიტიკოსები არიან მოღალატეები, სწორედ მოღალატეები უწოდა გიორგი გახარიას პარტია შეიძლება ითქვას სალომე ზურაბიშვილმა, ვინაიდან ცალსახად იკითხება, რომ ასეთ ოპოზიციურ პარტიას დღეს პოლიტიკურ ველზე სწორედ ექს-პრემიერის პარტია წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად მსგავსი ხელისშეშლებისა, ოპოზიციური ერთობა საბოლოო გამარჯვებას ქართულ ოცნებაზე მაინც მიაღწევს. მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ ჩვენ მოვიგეთ უკვე არჩევნები, ბოლო არჩევნები და მოვიგებთ კიდევ უფრო ძლიერად, თუ კი შევძლებთ სწორედ ამ ერთობას და არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას და ერთმანეთის მოტყუებას, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეგვიშალა. და რასაც დღესაც ვხედავთ, რამდენიმე იქით-აქეთ პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან ოცნების გზავნილებს იმეორებენ და ოცნების დარტყმებს სხვა პარტიებზე იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და ამათთან ერთად ძალიან ძნელი არის ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ. გიორგი გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ქართულ ოცნებასთან და ამ ფონზე მათ არ ესმით, როგორ შეიძლება ვინმეს ამ პარტიასთან რაიმე პრეტენზია ჰქონდეს, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ თუ კი ვინმე აკეთებს ქართული ოცნების საქმეს, ეს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არიან. ოცნების საქმეს ვინც აკეთებს, ეს გამოჩნდა 4 ოქტომბერს, როდესაც ამ პარტიებმა დაიწყეს სრულიად უპასუხისმგებლო კამპანია ბოიკოტის მოწოდების და სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე და მისულიყვნენ რუსთაველზე იმ დაანონსებულ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობის მისაღებად და ამან რა შედეგებამდე მიგვიყვანა, მე მგონი ამას ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავად ხედავს კარგად. და დიდი ბოდიში, მაგრამ 64-ვე მუნიციპალიტეტში, 64-ვე მერის და საკრებულოს ჩუქება ოცნებისთვის ეს პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იყო და ჩვენი პარლამენტში შესვლა და პირდაპირ ასე ვთქვათ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვა ოცნების წინააღმდეგ ამ ქმედებასთან დაკავშირებით რამე პრეტენზიები აქვს ქალბატონ სალომეს? შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციური ალიანსი შედგა, ქართული ოცნების დეპუტატების მიერ გაკეთებული კომენტარები ამ ალიანსთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ემთხვევა იმ კომენტარებს, რომელსაც გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატები აკეთებენ პარლამენტში, სწორედ ამაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმაც, რომ ვინც ქართული ოცნების იდენტურ განცხადებებს და თავდასხმებს იმეორებს ოპოზიციაზე, ეს ადამიანები არიან მოღალატეები და ისინი ხელს უშლიან ოპოზიციის და ხალხის საბოლოო გამარჯვებას ქართულ ოცნებას.